მოგესალმებით, ეთერშია ბარიერი გახდება თუ არა დავოში ვიზიტი პრემიერსა და პრეზიდენტს შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი. ამაზე ვისაუბრებთ გადაცემის მეორე ნაწილში, გადაცემის პირველ ნაწილში კი თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობა და ახალი პროექტები, რომლებიც უკვე გახდა სადაო. და მას ოპოზიცია უკვე აქტიურად აკრიტიკებს. მე მინდა წარმოგიდგინოთ დღევანდელი გადაცემის სტუმრები, ესენი არიან ავთანდილ სუდაძე, თბილისის მერის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი მაჟორიტარული კანდიდატი, გულიკო ზუმბაძე, თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი და სევდია უგრეხელიძე, თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი. გადაცემის დასაწყისში დაანონსებული იყო 3 პროექტი, დღეს არ გვაქვს რა თქმა უნდა იმდენი დრო, რომ ყველაფერზე ერთად ვისაუბროთ და 3 ძირითადი პროექტი გამოვყავით, რომელიც უკვე გახდა სადაო. ერთ-ერთი არის პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობა, მეორე ეს არის თბილისის პანორამა, რომელიც ჯერჯერობით უცნობია განხორციელდება თუ არ განხორციელდება და არის რაღაც მithქმა-მოთქმის დონეზე კვლავ და მესამე ეს არის აბანოთუბანში, უფრო სწორად მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა მირზა შაფზე. ამ თემებზე მინდა შემოგთავაზოთ და ამ თემებიდან გამომდინარე მინდა ვისაუბროთ იმაზეც, რა შეიცვალა თბილისის მერიაში, თბილისის მთავრობაში და თბილისის მმართველ გუნდში გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით და რატომ ჩდება კიდევ ის ბრალდებები ახალი მთავრობის მიმართაც, რომ ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს ისევე, როგორც ამასაკეთებდა და წინა ხელისუფლება განხილვების გარეშე, ექსპერტების დასკვნების გარეშე და ასე შემდეგ. პირველ რიგში თქვენ მინდა დაგისვათ ბატონო ავთანდილ კითხვა, ცოტა ხნის წინ თბილისის მერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ვინც არ უნდა შეეწინააღმდეგოს თბილისის ცენტრში, პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, ის მაინც აშენდება, ტონი იყო საკმაოდ მკაცრი, საკმაოდ კატეგორიული და ბევრს გაახსენდა ნაციონალური მოძრაობის ტონი, როდესაც ისინი ამბობდნენ ხოლმე, რომ აი რაც არ უნდა მოხდეს, რამდენიც არ უნდა იყაყანონ, რამდენიც არ უნდა კიულონ, ჩვენ მაინც გავაკეთებთ იმას, რაც გვინდა. რატომ არის ეს პროექტი პრინციპული, ასეთი პრინციპული პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის აშენება და ხარ თუ არა მზად, მიუხედავად მერის კატეგორიული ტონისა, ჩავთვალოთ, რომ ეს იყო რაღაცა მოცია, გაითვალისწინოთ შენიშვნები, რომლებიც აქვს ოპოზიციას თუ სხვადასხვა სფეროს, ამ სფეროს სპეციალისტებს, ასე ვთქვათ, ურბანისტებს, ისტორიკოსებს და ასე შემდეგ. მოგესალმებით საზოგადოებას, ტელემოყურებლებს. პირველ რიგში მე მინდა მოგახსენოთ, რომ ეს პროექტი არ არის ახალი. ამ პროექტში ბატონი დავითი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ასე ვთქვათ, ხდებოდა მოსახლეობას. გულისხმობ წინასაარჩევნო კამპანიას, თავისთავად ცხადია და წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე თავისთავად ცხადია, როცა ბატონი მერი ატარებდა, ასე ვთქვათ, წინასწარ გამოკვლევებს, რა შეიძლება გაკეთდეს, რა საჭიროებები არსებობს თბილისის მასშტაბით. აი, მაშინ დაიბადა იდეა და ეს იდეა წამოვიდა მოსახლეობიდან, ეს არ არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება ნამდვილად, რომ მოსახლეობას იქ სადაც უჭირდა ბატონი დავითიც, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებას მიემხრო ექსპერტებთან ერთად დაამუშავა პროექტი და შესაბამისად დღეის მდგომარეობით უკვე როდესაც მერი გახდა. ნამდვილად განხილვის და ეს ექსპერტული წრეების ჩართულობის შედეგად იქნა და რატომ დახურულად, რატომ არ იყო ეს პროცესი საჯარო? კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო წინასაარჩევნო კამპანია, საჯაროც იყო ნაწილობრივ, იმდენად რამდენადაც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მოსახლეობასთან ეს ჰქონდა შეხვედრა, იქ ექსპერტებიც ესწრებოდნენ, იქ სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებიც, დარწმუნებული ვარ კულტურის სფეროდანაც და შესაბამისად მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არ იყო საჯარო, ასე ვთქვათ, განხილვის საგანი, უბრალოდ ეს იყო, არ ვიცი, დღევანდელ დღემდე ყოველ შემთხვევაში არ იყო აჟიოტაჟის საგანი და ვფიქრობ დღესაც, რომ ეს არ არის აჟიოტაჟის საგანი, ეს არის ზუსტად ის საჭიროება, რაც მოსახლეობას აწუხებს და დღეს მდგომარეობით ეს საჭიროა რომ გაკეთდეს იქ იმისათვის რომ განიტვირთოს კიდევ ერთხელ ვამბობ ის უბნები სადაც ეხლა ყველაზე ძალიან უჭირს თავარი ამან არის განტვირთვა ამ უბნების თავისთავად ცხადია ეს არის განტვირთვა იმიტომ რომ ეს არ ვიცი 100 წლის მერე შეიძლება იყოს ესე კულტურული ძეგლი თვითონ ეს ხიდიც მაგრამ დღეს არის განტვირთვისაკენ მიმართული ძალიან ლამაზი შენობა ნაგებობა თავისთავად ცხადია ესტაკადის სტილის თუმცა მარტივი კონსტრუქციით ანუ მეტალურ კონსტრუქციით და რომელიც ასე გადაწყვეტილია და გადახედოს აღარ ექვემდებარება? იცით როგორ არის, ჯერ ერთი ჩვენ ამ ეტაპზე პროექტს შევისყიდით და ჩვენი მოთხოვნა სწორედ ეს იყო, რომ პროექტი უნდა ვიყიდოთ, მაგრამ რენდერის დონეზე, კონცეფციის დონეზე, შეძლებადობის დონეზე, განხორციელების დონეზე ეს ყველაფერი დამუშავებულია. ეს დამუშავებულია არა მხოლოდ იმ ექსპერტთა ჯგუფში, რომელი ექსპერტებიც ამ ნაწილში ამას ამუშავებდნენ, არამედ მოსახლეობასთანაც რაღაც დონეზე, რომელსაც ეს ყველას ძალიან აწუხებს და ასევე დამუშავებულია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტთან.
ანუ ეს პრეზენტაცია იქაც იქნა მოწყობილი, სადაც წინააღმდეგობა არც მათ არ გამოვიდა. კარგით, მოდი ქაუტოსევდიას დავუსვავ კითხვას, რა კონკრეტული პრეტენზიები აქვს ნაციონალურ მოძრაობას? ის ერთ-ერთი გამოკვეთილი კრიტიკოსია, სხვა კრიტიკოსები ნაკლებად მახსენდება. აი ალექსანდრე ელისაშვილის კომენტარებს მოусმინე და მან თქვა, რომ გააჩნია როგორ იქნება პროექტი, ხო? ალექსანდრე თუ სწორად მახსოვს და თავარია ეს იყოს შესაფერისი იმ გარემოსთვის, რომელშიც გაკეთდება. თქვენ რა ძირითადი პრეტენზიები გაქვთ ამ პროექტის მიმართ? მინდა დავიწყო იმ კითხვიდან, რომელიც თქვენ ბატონ ავთანდილს დაუსვით, თუ რატომ ასე კატეგორიული მერის ტონი და რატომ ამოსვეს აუცილებლად განხორციელდება. დიახაც, იმიტომ, რომ ეს დაკავშირებულია პანორამა თბილისთან, რამდენიც არ უნდა ამტკიცოს მან, ადამიანები ხედავენ მანძილს ამ ესტაკადას კიდევ უკეთ დაინახავენ, სადაც დაიწყება ეს ესტაკადა და ამასა და პანორამა თბილისის იმ ნაწილს შორის, რომელიც უნდა აი იქ სწორედ ძველი ცეკავშირის ადგილას უნდა დაიწყოს და აქედან გამომდინარე ხდება სწორედ გამოთავისუფლება მანქანებისგანაც და ყველაფრისგან პანორამა თბილისს ემსახურება ეს პროექტი. ამიტომ არის მერი კატეგორიული, რომ ეს არის ბატონ ბიძინა ივანიშვილის კატეგორიული მოთხოვნა. ზუსტად ასევე პრემიერ-მინისტრმა როგორც ძველმა ისე ახალმა ბრძანეს, რომ პანორამა თბილისი მიუხედავად ყველაფრისა მაინც განხორციელდება. ამიტომ არის რომ ეს ესტაკადა. მოდი ცალკე აღებული განვიხილოთ ეს ესტაკადა და დროებით თავი დავანებოთ პანორამა თბილისს ამაზე ვისაუბროთ. არ მეყვარდა დავანებოთ თავს უბრალოდ, მაგრამ ეს არის ზუსტად მიზეზი, რომ ეს უბანი არის გადატვირთული, სოლოლაკის უბანი და ეს მუდმივი საცობები მოძრაობა გახდა ცალკრივ. თქვენ ეს არგუმენტი. რაც შეეხება იმას, რომ რაც კვლევები არის მანამდე ჩატარებული და კონსულტაციები, ეს იყო საარჩევნო კამპანია, მაშინ საჯარო განხილვა უნდა იყოს ეხლა და დღეს. უნდა იყოს ადმინისტრაციული განხილვა, ეს საექსპერტო დასკვნები უნდა იდოს და უნდა იყოს განხილული და სანამ პროექტს დაუკვეთა. სანამ ჩვენ ის 140,000 რო ჩავდეთ წინ სწრებად. მინდა გითხრათ, რომ ბევრ რაღაცაზე ჩაგვადებინეს ჩვენ ახლა ბიუროს, მე რა ჩამოდებინეს, მორალესობამ ჩადო ფული წინ სწრებად, ისეთ რამეებზე, რაც კაცმა არ იცის რა იქნება, მაგრამ იქ შეიძლებოდა კიდევ, მაგრამ აქ წინ სწრებად თანხის ჩადება პროექტისთვის დაუშვებელია, იმიტომ რომ არ არის გაკეთებული კვლევა. ის რომ იქ თვალით თქვენ ხედავთ რა არის გადაწყვეტილი და რა არ არის არა ბატონო. არა, უკაცრავად, მაგრამ ბატონი ავთანდილი ახლა ასე ვთქვათ, ატყუებს ხალხს უნებლიეთ, მაგრამ მაინც იმიტომ რომ მაშინ უნდა იყოს, მაშინ მოგცენ დაწერილი ხონდა წავიკითხოთ, გავდონიო ხო თქვენ ასეთ გულუბრყულო არ ბრძანდებით. უნდა იყოს ეხლა რანაკადი გადის რუსთაველზე და რანაკადი გაივლის შემდეგ. რამდენი მანქანა დააკლდება. ასეთი გათვლების სატრანსპორტო არ არის. ჩვენთან არ არის მოსული ეს გათვლები, ეს დასკვნები და ჩვენთან არ არის. დღეს დაინტერესდით იმ პროექტით, რომელი პროექტის კიდევ ერთხელ ვამბობ, დაწყებულია არა დღეს, არამედ 9 თვეში. ეს შემოვიდა ჩვენთან ბიუროზე ბატონო წინ გასაგებია რომ დღეს შემოვიდა როდესაც ბატონი დავითი დასახელდა ასე ვთქვათ მერობის კანდიდატად თავისთავად ხადია იმ დღიდან დაიწყო უკვე მოსაზრებების დონეზე ასე ვთქვათ ქალაქის მასშტაბით რა არის განხორციელებული. მე მინდა გითხრათ ერთი რამე, არა მინდა რომ დავაზუსტო, გათვლები არ არის გაკეთებული, აი ეს არის ნამდვილად ყოველი, იმიტომ რომ ვერ გაკეთდებოდა ვერანაირი ესკიზიც კი, თუ კი იქ გათვლებზე ადამიანები არ ჩავიდოდნენ ადგილზე, არ ნახავდნენ სად რა უნდა გაკეთებულიყო, რა განხორციელდა და ამასთან ერთად ეს თვითონ არ არის ცნობილი, თორე დაახლოებით 4-5,000 მანქანის მოძრაობაზეა გათვლილი ეს დღეღამის განმავლობაში, რომელიც დღეს მოძრაობს სოლოლაკზე. ანუ ეს გათვლები გაკეთებულია, კიდევ ერთხელ ვამბობ, პროექტი თავისი განმარტებითი ბარათი თავისუფლად ამას კიდევ ერთხელ დაიმტკიცებს. პროექტი თავისი განმარტებითი ბარათი ამას კიდევ ერთხელ დაამტკიცებს და თქვენს და ჩვენს უყოლანი ერთად ნახავთ. საქართველოს ლაბორატორია იურისტი არ არის საჯარო მოხელე. გათვლები თუ არის უნდა გვეჭიროთ ხელში ჩვენ. და ჩვენ გითხრათ ყველა. რომ ეს პროცესი არ მიმდინარეობს საჯაროდ, თუ თქვენ თვითონ ეს პროექტი რაც შეეხება, ეს არის აუცილებელი რომ გათვლები იყოს და ამის შემდეგ შეიძლება პროექტი დაუკვეთოთ ვიღაცას და თანხა ჩავდოთ. ეს ერთი. რაც შეეხება იმას, რომ საერთოდ მომწონს თუ არა, მე პირადად დიახ არ მომწონს. დიახ დარწმუნებული ვარ, რომ ის საჯარო სივრცე ძალიან შეიზღუდება და დაიჩრდილება და ხელოვნურ განათლების ქვეშ მოყვება და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, გარდა ამისა, ვიცით რომ იქ ქვეშ არის კოლექტორი.
აი ამიტომ იქ გაკეთება ამის იქნება ძალიან იქეთი ორი ბურჯი საუბრობს ამაზე. ორი ბურჯი უნდა დაიწყოს ტექნიკურად 5 მილიონი დაჯდება მინიმუმ ეს პროექტი. ორი ბურჯი მაინც მინიმუმ დასჭირდება, რაც არ უნდა ხელით აკეთონ და ამ ბურჯს დაჭირდება ათეულობით ხიმინჯი. ასე რომ აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი უკვე გაკეთების პროცესი რაც გინდა ხელით გაკეთდეს აუცილებლად დააზიანებს და საფრთხეს ქვეშ აყენებს. ეს აქვე მინდა ვთქვა. შენებლებს გადავწყვიტოთ ეს ისე როგორც ვარ ბაზალთან 4 მოწვევა და მაგრამ არ არის ეს ისე როგორც ჩვენ საუბრობთ. ეხლა ქალბატონო რა არის კიდევ აქ უკაცრავად მაგრამ თუ არ დამაცდით და ჩემ დროს ისე მომცემენ. აი მithod დაასრულეთ ეხლა ამჯერად აზრი და მე მოგცემ. აი აზრის დასრულება მინდოდა ზუსტად როდესაც ბატონი ავთანდელი აი ესე ზუსტად შემოვარდა ჩემს საუბარში. და აქედან გამომდინარე რომ ეს გათვლილი მე პირადად რატო არ წინააღმდეგი, ამიტომ მე პირადად ვფიქრობ ეს აუცილებლად დააზიანებს და თავარი რაც მინდოდა მეთქვა დავით ნარბანიას კი არა ჩვენ როდესაც ამას ვიწყებდით თვითონ მერიის იდეა იყო და გიგი უგულაოს იდეა იყო რომელზედაც ვარ ითქვა იმის გამო ამ ესტაკადაზე მეორე მხარეს გამტარობაზე ეს იყო დაგეგმილი იმიტომ რომ იქ აღმოჩნდა ისტორიული ძეგლი და ამიტომ ჩვენ იმას აღარ შევხვდით მოსწონს იმას თუ არ მოსწონს როგორ მიხედეთ აქედან გამომდინარე ეს ამიტომ თქვით ვარი ჩვენ მაშინ არაბულის დაწერა არავის გაუკეთოს იქ სანამ არ გაიწებოდა კავდობული ამას მათ შორის აკადემიკიკო ვაკატიურის რუკა და დატანებული კედელი და ეს ისტორიკოსებისთვის სპეციალიზი აბსოლუტურად ცნობილი იყო რომ ლაზერით არ მე ზუსტად ვიქი ხო არა რა თქმა უნდა თქვენ დაგისვათ კითხოთ ალექსანდრე თუ შეიძლება როგორც ვიცი შენი პოზიცია არის წინააღმდეგები იდეაში ამ ესტაკადას თუმცა ამბობ რომ თქვენობით არ მიმართავ ალეკოს ცოტა არაბუნებრივი გამომივა ვინაიდან ის წლების მანძილზე ამ გადაცემს წამყვანი და კოლეგა იყო ჩემი ალეკო იდეაში არის წინააღმდეგები თუმცა ამბობ რომ გააჩნია როგორ იქნება ეს პროექტი. თვითონ ის პროცესი რამდენად მოგწონს, როგორც ხდება ამ პროექტის განხილვა, დამტკიცება, აი რასაც ძანებდა ბატონი ავთანდილი ახლა რომ ნარმანიამ განიხილა ჯერ კიდევ სანამ მერობის კანდიდატი იყო და ეს უკვე გადაწყვეტილია ყველაფერი. ამას მე წვადასწორებ წინასაარჩევნო და არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე მე და ბატონ დავითს ჰქონდა შეხვედრა და ერთ-ერთი საკითხი რაც ვისაუბრეთ ყველაფერს არ ვიცი რაზე ვისაუბრეთ ის მაინც არის შინაურული შეხვედრა იყო ერთ-ერთი და მე მაშინაც დავადასტურე რომ ამის მომხრე ვიყავი ვინაიდან პუშკინის ქუჩაზე ძალიან ფართაფურთხით განხორციელდა ყველაფერი ძალიან გზადაგზა თავის დროზე როდესაც გაკეთდა სამხრივ მოძრაობები ვეთანხმები გალბატონ გულიკოს არაფერი იქ აღმოუჩენელი მოულოდნელი არ იყო რომ ავყვეთ დადიანის ქუჩას თლიანად გალავანი ამოვა. თლიანად და წინასწარ ვინმეს რომ ეკითხა რომ აქ რამე ისტორიული ხო არ არის, როცა კუთხეში ყავლაშვილს ჰქონდა აღმოჩენილი ჯერ კიდე ბურჯები ციხის. რა თქონდა იმას გაყოლება და იქ რომ ვერცხლის ქუჩის კუთხეში რომ დიღმის კარი იყო, ეს ყველა მიცოდა. ამდენად მე ვარ მომსწრე ყოველდღე შეხარ ძალიან ეჭვიანი დამცველი კულტურული მემკვიდრეობის და ყოველთვის ამბობ რომ ეს გადარჩეს შენარჩუნდეს და რა არის სუდი იმაში თუ მათ გალავნის რაღაცა ფრაგმენტი მაინც და რაღაც ნაწილი მაინც რაღაცა კონსერვაცია გაუკეთეს და აქციეს მუზეუმად, ღია მუზეუმად. არ უნდა გაუგებდეს გაიხსნა ნანგრევები. არ არის ეს ძვირფასი მემკვიდრეობა. როდესაც ძალიან ძვირფასი მემკვიდრეობა, როდესაც ნანგრევები გაიხსნა, იმას ინახავდა მიწა 200 წლის განმავლობაში და იქ არაბული წარწერა, ნაწილი მინერალებს აქვს შეჭმული, ნაწილი მერვე საუკუნის წარწერა, ერთ-ერთი დაფა, რომელიც დაუცველია ასე და დღეს წყალი და წვიმა აზიანებს. როდესაც გაიხსნა ეს არ მომხდარა მისი არქეოლოგიური შესწავლა. ერთი კოშკი მარჯვენა დიღმის კარის გაითხარა, მარცხენა არ გაითხარა. ეს რომ საფრთხე უფრო ღიაცის ქვეშ გამოჩენა არის მემკვიდრეობისთვის და ძეგლისთვის, როდესაც კონსერვაციის გარეშე დატოვეს. მე ყველამ დაიწყო კონსერვაცია საჭირო და მივიდა კი გულა დაასვა ბეტონი. იმის მაგურად რომ კონსერვაცია. ანუ ღირებულება დაუკარგა. გეკითხებით რა კედელი ადამიანი რო ჩადის იქ ტურისტი თუ არა ტურისტი, ვინ ნებისმიერს ვითხავ. რა გალავანს უყურებს ის ხალხი და რა არის იქ? ერთი მემორიალური დაფა არ არის გაკეთებული. აი რა არის ეს? წარწერა არა, ან არაბული წარწერა რა არის რო წერია, არის ორი კოსაბრძოლო კოშკი რა. ეს რაღაც წვრილმანი დეტალებია, რომელიც არის და წარწერა გაკეთდეს. რა საფრთხილები თქონდა ვიცოდეთ, რა გალავანი ეგებ არაფრად არ ვარ, ეგებ გუშინ წინ გაკეთებულია. არა მე საუკუნიდან არის პირველი საძირკველი და მერია შუაზე ერეკლემ. ანუ ვიცი შენ რა გალავანი ჩაის. მე ვიცი, ყველა ვიცის. ეს წარწერის გაკეთება უფრო ადვილი იყოს ვიდრე ამ ძეგლზე გადატარება. კიდე ერთხელ ვამბობ, გაცამხრივება მოძრაობის იყო ძალიან ნაჩქარევი
მაგრამ და მე ვემხრობი იმას, რომ გადაიხუროს და ეს გალავანი მოექცეს, უფრო დაცული იქნება იმის ქვეშ, რა ქვია, გადახურული სივრცის ქვეშ. იქ რომ მოეწყოს მუზეუმი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო მასალა ამოვიდა, ლოცვა-ყორცმის ქვები ამოვიდა, კერამიკა, ნუმიზმატური მასალა. იქვე რომ გამოფენა მოეწყოს და ეს რაღაც მავნე ტრადიცია რომ ანდამანის შენ თუ რომ ესტაკადა ამას არ დააზიანებს? რაც დღეს ვიდეოს არა, ესტაკადა პირიქით. ამას გარდა ღიაცის ქვეშ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც 200 წელი მიწაში იყო დაცული, რომ გაიხსნება, ის უფრო იქ თან გასანადგურებელი რაც რო ის განადგურდა, ბეტონი აქვს დასხმული. წარმოგიდგენია, ძეგლს აქვს ბეტონი დასხმული, წარწერა არ აქვს, რა არის? რა გალავანია, მინდა ყველას ვკითხავ. რამდენიმე ადამიანის გარდა არის ის რა გალავანია? ანის შესაძლებელია ორი საბრძოლო კოშკი, რა საბრძოლო კოშკია? მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იქნებ წარწერა გაკეთდეს, ხო? წარწერა ამდენ გაკეთებულა, ეს წარწერის გაკეთებას რა უნდა? რაც შეეხება თვითონ ესტაკადას, თქვენ ჩამოთვალეთ სამი რამ: ესტაკადა, პუშკინზე, პანორამა, შენი აზრით უკავშირდება თუ არა პანორამა თბილისს? არ ვიცი, სიმართლე გითხრათ. პანორამა თბილისისადმი უკავშირდება თუ არ უკავშირდება, არ აქვს მნიშვნელობა. იქ მოძრაობა შეფერხდა პუშკინის გაცალმხრივებით, თუ დაკვირვებული ხართ, ხალხი მარჯვენა მხარეს რო დადის, ტროტუარის მოთხოვნილება როა და ხალხი დადის და მოსახლეში ვიღაც რო შევიდეს, ვინ არის დაზღვეული, ეგ უბედური შემთხვევა არ მოხდება და ეს ქვეყნის იბნის ქალაქის პასუხისმგებლობა. ესტაკადის მომხრე ვარ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის რა თქმა უნდა მომხრე ვარ და იქ მუზეუმი უნდა გაკეთდეს, ჩემი კატეგორიული პოზიცია ეს იქნება. ეს ესტაკადა უნდა იყოს შესაბამისი, მაგრამ მე რა არ მომწონს. ქალბატონ სოდიასთან ერთად მე სველი გათვლებს. რა არ მომწონს? პანორამა თბილისი არის კატასტროფული პროექტი და მე მინდა დავიჯერო რომ არ განხორციელდება იმ სახით რაც წარმოგვიდგინეს. მირზაშაფი არის სისაძაგლე ყოვლად. არ ვიცი მე როგორ უნდა გძულდეს თბილისი, როგორ ვერ უნდა გრძნობდე თბილისი, რომ 9 სართულიანი კორპუსები დადგა აბანოთუბანში. ნედან მირზაშაფი არის აბანოთუბანის სწორედ და გულის გული ქალაქს, აი ქალაქი აქ გაჩნდა და კორპუსები, აი ვაკეთილში კორპუსები და ის ვიღაცა მაიღო და ჩადგა აბანოთუბანში. თუმცა მერიას აქვს არგუმენტი რომ მათ რეალურად არ დაუმტკიცებიათ ეს პროექტი, მათ მხოლოდ რაღაცას ხო, ამ შემთხვევაში მე ავტოსერჩი. თუმცა მე რა არ მომწონს, ქალბატონი რა არ მომწონს იმას ვიტყვი. ესტაკადა პანორამა თბილისის მირზაშაფიც არის ძველი სიმღერის გამეორება. ძველ სიმღერას ერქვა ქაოტურად რაღაცეების კონტექსტიდან ამოგვიძილად რაღაცების კეთება. მე ველოდები გენერალური გეგმაზე მუშაობის დაწყებას. მე ველოდები მასშტაბურად ყველაფრის დანახვას ქალაქში. ეს არ ხდება. ეხლა მოდი ესტაკადა გავაკეთოთ. როგორც არკაშმა იცოდა ხო, ეხლა მოდი მირზამოედანზე ესტაკადა გავაკეთოთ. გააუმჯობესა მოძრაობა, არ გააუმჯობესა. ასე კონტექსტიდან ამოგვიძილად არ შეიძლება ქალაქის განვითარება. გეგმა, რომელზეც არავინ აღარ ლაპარაკობს. მათ შორის აღარ არის ლავის ნარმანია. მე მინდა ბატონ ალეკოს უბრალოდ ინფორმაციის სახით. გეგმასთან დაკავშირებით აი თქვენ ბრძანეთ რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დამუშავდა ესტაკადის პროექტი. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მე მახსოვს თავის ნარმანია გენერალურ გეგმაზე საუბრობდა. ბატონო და მოგახსენებთ ეხლა მოჩებოდა ქალაქში ქაოსური მშენებლობების პერიოდი და ყველაფერი იქნებოდა გეგმაზომიერი. აი ალექსანდრე მე მოგახსენებთ ბატონ ალეკოსაც და მთელ საზოგადოებას მივაწვდი ინფორმაციას დღეის მდგომარეობით ბატონი დავითი იმისათვის არის გერმანიაში წასული ესაუბრება დონორებს სადაც ასე ვთქვათ მიმდინარეობს მოლაპარაკება გეგმასთან დაკავშირებით არქიტექტურის სამსახურის უფროსის იქ არის მოგეხსენებათ ალბათ არ ვიცი თუ იცით ყოველ შემთხვევაში სადაც მიმდინარეობს უბრალოდ საუბარი სახსრების მოზიდვაზე რომელიც გეგმის ასე ვთქვათ პროექტის დასრულებას სჭირდება ანუ ეს არის 3 მილიონი მე მართლა გეუბნები ეს არ არის ჩემი სამსახურებრივი მოვალეობა ნამდვილად სამსახურებრივი მოვალეობა გეგმაზე საჭიროა საკმაოდ სერიოზული სამუშაოების განხორციელება ეს დაახლოებით წინასწარი მონაცემებით ალბათ დაახლოებით 3 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება საჭირო სადაც იმუშავება ძალიან ბევრი არა რატო არ გამოვიყენოთ მოდი ეგ მეორე საკითხია მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით ეს არის საკითხი რომელიც არ გამქრალა დღის წესრიგიდან დღეის მდგომარეობით მე შემიძლია გითხრათ რასაც ჩემი სამსახური აკეთებს არქიტექტურასთან ერთად ეს არის ჩემთვის ცნობილი ინფორმაცია მეტი მე ნამდვილად არ ვიცი და მე განმარტებას ვერ გავაკეთებ მაგრამ ზუსტად ვიცი თუ კი არსებობს საშუალება თან დაინტერესება გამოითქვა გერმანული მხარის მხრიდან იმისათვის რომ მიიღონ მონაწილეობა გეგმის დამუშავებაში და სწორედ ამისთვის არის ბატონი დავითი პირადად წასული მასშტაბური პროექტები გეგმის შემუშავების შემდეგ განხორციელდეს როგორც არა გეგმის მოდი გეგმას ჩვენ გზას პუშკინიდან ვერ გადავიტანთ და მოგეხსენებათ რომ ის გზა იქ უნდა არსებობდეს გეგმა არის ძირითად ნაწილში ალბათ სატრანსპორტო სისტემის მოსაწესრიგებლად მთელი ქალაქის მასშტაბით და ასევე ეს მრავალსართულიანი შენობები რომლებიც ყველგან სოკოებივით ამოვიდა ამ წლების განმავლობაში ამის
ამის შესაძლებლად. საერთოდ კონცეპტუალურად რო გავიგოთ, რას ნიშნავს ქალაქი, საით უნდა განვითარდეს და რა უკეთესია ქალაქისათვის, სად რა ავაშენოთ, რომელი უფრო ურბანულადაც დავამუშავოთ და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ ეს საკითხი არ გამხრალა მის რიგიდან და თუ მენდობის სიტყვაზე ყოველ შემთხვევაში ეს კიდევ ერთხელ გეუბნები, ეს ნაწილი რაც ეხება პუშკინს არ უშლის გენგეგმას ჩვენ არქიტექტურის სამსახურთან ერთად ნებისმიერ პროექტს, თემას, იდეას, რასაც ვამუშავებთ, გამიჯერეთ რომ ვამუშავებთ მათთან ერთად, იმ ვიწრო ჭრილში არქიტექტურის სამსახურთან ერთად, რომელსაც უკვე მონახაზი აქვს განვითარების, ქალაქის განვითარების და შესაბამისად, რომელიც სამომავლოდ ალბათ გახდება თბილისის გენგეგმის ნაწილი. ქალტონ გულიკოს დაუსვავ კითხვას, ქალტონ გულიკო აი არქიტექტურის სამსახურთან ერთად ამუშავებს მერია, როგორც დაერქვა რაღაც პროექტებს. თუ არა თქვენ რომ უფრო ფართო განხილვა არ იქნებოდა ცუდი ასეთ პროექტებთან დაკავშირებით, მithumetes თქვენ ძანდებოდით წინასაკრებულოში ოპოზიციონერი თავის დროზე და ნაციონალურ მოძრაობას ზუსტად იმაზე აკრიტიკებდნენ ხოლმე, რომ გადაწყვეტილების მიიღებდა დახურულად, ნაჩქარევად, აი სააკაშვილი გადაწყვეტა ეს და გადას და არავის არ ეკითხებოდა, თუნდაც მე მახსოვს, როდესაც სამხრივი გახდა პუშკინის ქუჩა, მაშინაც არ ყოფილა დიდი განხილვა, გადაწყვეტა უბრალოდ რაღაც ჯგუფმა და ეს განახორციელა. თვითონ ეს მმართველობის თუ გადაწყვეტილების მიღების ფორმა, თქვენ როგორ ფიქრობთ, განსხვავდება ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილების მიღების ფორმას? კი ბატონო, სწორედ ქალბატონის იდეა საუბრობდა მაგაზე, რომ აუცილებელი ყველა გართულებით და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, გაუთრევად მოხდა თავის დროზე ამ გადაწყვეტილების მიღება პუშკინის ქუჩასთან დაკავშირებით, საერთოდ ნებისმიერი ტიპის პროექტი, რომელიც ქალაქის ისტორიულ ნაწილში ხორციელდება, არ უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ერთ მიზანს, რომ იქ კულტურული მემკვიდრეობა შენარჩუნდეს და იცვას. რა თქმა უნდა, უნდა იყოს გათვლილი ასევე მეორე მიზანიც, ქალაქის ურბანული განვითარების გამოწვევებსაც უნდა პასუხობდეს ეს პროექტები. ამდენად მე ასე ვფიქრობ, ზუსტად ვიცი, რომ ეს განწყობილება მაქვს, რომ 2012 წელს წინასაარჩევნოდ ნაციონალურ მოძრაობამ საკმაოდ პოპულისტური გადაწყვეტილებების იხელმძღვანელა, როდესაც იქ გათხარა და აღმოაჩინა ვითომ კედელი მას როდესაც სპეციალისტებიც როგორც თქვით უკვე ცნობილი იყო და ის გალავანი რაც არის შემდეგ კომუნალურის მოედანზე ესე ცხადყოფდა რომ ის ისტორიული ეს კედლები არსებობდა და ქალაქის კარიბჭე იყო ამ მიდამოებში ანუ არ იყო გათვლილი ის პრობლემები რაც მერე შეიქმნებოდა ამ ქუჩასთან დაკავშირებით და ზოგადად ტრანსპორტის მიმოსვლასთან დაკავშირებით ეს არ არის მარტო რომ შეათამურდა ხოლმე რომ ფეხით მოსწავლეების უფლებებია დაცული და თავისუფალი სივრცე იქნება რა თქმა უნდა ეს ფუფუნება ჩვენ ცენტრში და ქალაქში არ გვაქვს როგორც ევროპულ ქვეყნებშია და არის რა თქმა უნდა ბევრი ძველი უბნები ცენტრალური ქუჩები სადაც მხოლოდ ფეხით მოსწავლეები დადიან მაგრამ იქ არის ალტერნატიული გზები და ამ ალტერნატიული გზების გაკეთების მოძიების ასე ვთქვათ რომ არც არსებობს ბუნებაში გარეშე მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება და საუთრად ვიწრო სავარი მივიღეთ ეს რამდენად გაზარდა ტურისტული ნაკადი რამდენად ეფექტური ერთი პოლიტიკური გუნდის აზრია შესაძლოა ალექსანდრე ელიცაშვილი გეთანხმებოდეთ მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს რომ ეს არის უმრავლესობის აზრი აქედან გამომდინარე გეკითხებით ამიტომ იქნებ გადაწყვეტილების მიღებისას ფართო დისკუსიების სტილი აი მე მაგამსაც აუცილებლად შევეხები და რა თქმა ერთი კონკრეტული პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება რომ ამ პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლები ჩართულები იყვნენ ბატონ დავით ნარმანია წინასაარჩევნო რეჟიმში 100%-იანი გარანტია რა ის არ ქონდა მირობის მაგრამ ძალიან ასეთ პროცედურაში მაგრამ მე კაბინეტით ისმენ ხოლმე რაღაცები და რაღაცა ის განიხილავდნენ მე გულისხმობ საზოგადოებრივ ფართო განხილვას თქვა რა მე ინტერესებული პირების მონაწილეობით მერიას ბატონ დავით ნარმანიას კეთილმოწყობის სამსახურს და საერთოდ მერიას რა თქმა უნდა ურჩევთ მე როგორც საკრებულოს ერთი დეპუტატი რომ საზოგადოებისთვის ყოველთვის ცნობილი იყოს ამა თუ იმ პროექტის შემუშავებაში ვინ მონაწილეობს და ეს განხილვები რომ მივდედრობს იყოს საჯარო მაგრამ მე ვფიქრობ რომ მერია ჩქარობს მაგრამ რა თქმა უნდა უნდა ვიჩქაროთ ნელა ჩქარობს ამ პროექტების ის პროექტების სწრაფ განხორციელების დაწყებას რომლებიც ძალიან აუცილებელია ქალაქისათვის სასწრაფო მნიშვნელობა აქვს ბუნებრივია როდესაც გადის ისეთ უბნებზე მანქანების ნაკადი რომელიც ისედაც ავარიულია ეხლა იქ მაცხოვრებლებს ვკითხოთ სოლოლაკში რა მდგომარეობაში არის ამ ხელა ნაკადი რომ მათ ვიწრო ქუჩებში გადაიდება მაგრამ ნამდვილად მე ვფიქრობ რომ ჩვენ არამედ არაერთი შემთხვევაში არ მაგალითად ნაციონალური მოძრაობის
ეს ასე თქვა მეთოდები რომ ისინი რა თქმა უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას ისე რომ საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობა თითქმის არ ხდებოდა მაგრამ ამ შემთხვევაში მონაწილეობა ინფორმაცია არ აქვს ნამდვილად არის ჩართული მაგრამ ინფორმაცია აქვს საზოგადოებას ვინ არიან ვინ მონაწილეობენ ამ შემთხვევაში რადგან პროექტია ლაპარაკი პროექტზე და არა უკვე მიღებულ პროექტზე და საპროექტო განაცხადზე ტენდერია გამოცხადებული რა თქმა უნდა ამ პროცესშიც ბევრი რამე უნდა იყოს გათვალისწინებული ანუ კიდევ მე არ გამორიცხავ რომ საჭიროების შემთხვევაში ბუნებრივად კიდევ იყვნენ ეს სპეციალისტები მოწვეული ყველა ურბანისტებმაც ისტორიკოსებმაც ყოველთვის თავისი იყოს სიტყვა უნდა თქვან ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა სხვადასხვა სპეციალისტები და მნიშვნელოვანია და აი ზოგადადაც რა მე ვფიქრობ რომ საკრებულოშიც ახალი კარგი იქნება საკონსულტაციო საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნას ასევე რა უდგას წინ ამდენ ხანს ამის შექმნას რატომ არ შეიქმნა თქვენ საკმაოდ არ არის სამი თვე ნუ მაგრამ ორი თვე და ამ თვის განმავლობაში ჩვენთვის წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ პროექტებზე დავხარჯოთ დრო რათა შემდეგი წლის განმავლობაში უკვე პროექტების განხორციელება გისვამთ თქვენ ზანეთ რომ მერია ჩქარობს ასეთ შემთხვევაში საკრებულოს თქვენ როგორ ხედავთ მესმის რომ უმრავლესობა გაქვთ და ერთი პოლიტიკური გუნდი ხართ მაგრამ თუ არა რომ საკრებულომ იმ შემთხვევაში როდესაც მერია მაგალითად ჩქარობს ან რაღაცა ცოტა არასწორად აკეთებს ხანდახან თუნდაც ოპონენტის როლი უნდა ითამაშოს და იგივე კითხვა მექნება შემდეგ ბატონი ავტო გამეთანხმება რომ ჩვენ ნამდვილად ოპონირებთ უმრავლესობაში ნუ თუნდაც აი ამ საკითხთან დაკავშირებით იყო ასევე არის დახურულ კასპერმა ოპონირებს და არა თქვათ რეკრეაციულ ზონასთან დაკავშირებით წყნეთის წყნეთში გამოცხადებული გადაწყვეტილების ბაგებში მიღებულ თემას დაკავშირებით ანუ ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ განსხვავებულ პოზიციას ვაფიქსირებთ მაგრამ გვირჩევნია რა თქმა უნდა სამუშაო რეჟიმში იყოს ეს განსხვავებული აზრის მოსმენა როგორც საკრებულოში შიდა კოლესიურ ფარგლებში ასევე რა თქმა უნდა მერის კედლებში როდესაც ესა თუ ის პროექტი ხორციელდება და მასზე მუშაობა მიმდინარეობს. კარგით, ალკო, თუ შეიძლება გითხარი? ვერ აღმოჩნდა საკრებულო ჯერჯერობით თავისი საკრებულო რამენაირად მაკონტროლებელი და გამაბავშვებელი საკრებულო არის ყველის დამკვირვებელი და გამოვდივართ ნოტარიუსებად. სამწუხაროდ. განხილვა არის, მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმ განხილვას. იმიტომ რომ ქართულ ოცნებას რაც უნდა იმას იღებს, სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო და სამარცხვინო პოზიცია ჰქონდა საკრებულოს ბაგებში რეკრეაციულ ზონასთან დაკავშირებით. ეკონომიკის სამინისტროს შეკრებილია ძალიან ბევრი არაკომპეტენტური ადამიანი, რომლებმაც გერმანიის საელჩოს ისე გადასცეს ტერიტორია 3 თვის წინ ეკონომიკის სამინისტრო არც იფიქრა რომ ის ლანდშაფტო რეკრეაციული ზონა და თვითონ არ ქონდა ამის გადაცემის უფლება, ვინაიდან საკრებულოს რო ზონა არ მოეხსნა გერმანიის საელჩოს და ეკონომიკის სამინისტროს ვარდებოდნენ ძალიან უხერხულ სიტუაციაში გადასცეს ტერიტორია, სადაც არაფრის საშენება არ შეიძლება. და მე ამას ვამბობდი იმ თვითონ სხდომას ვერ დავესწარი ავადმყოფობის გამო. არაკომპეტენტურობის პიკი გამოავლინა ეკონომიკის სამინისტრომ საელჩოს მითხრა ტერიტორია, რომელიც იყო ლანდშაფტო რეკრეაციული ზონა. გერმანელს თავისთავად აზრად არ მოვიდოდა, რომ ასეთ წმინდა მწვანე არეალს შეხებოდა. უბრალოდ ეკონომიკის სამინისტროში ვიღაცა ოროსნება მოაწერეს რაღაცას ხელი, აუ რა კაი საქმე გააკეთეს გერმანიის სკოლა უნდა აშენოს. მე ვთხოვდი საკრებულოს წარმომადგენლებს, რომ არ მოგვეხსნა ეს ლანდშაფტო რეკრეაციული ზონა, ვინაიდან სააკაშვილის უნდა რომ ოპონირებად მიმდინარეობდა. ოპონირება რა აზრია კი გაწყვეტილება თუ ოპონირებად და საკრებულო თავის სიმაღლეზე იქნებოდა. ოპონირება რესპუბლიკური პარტიის ანუ საბოლოო ჯამში უნდა აგვეწია ეკონომიკის სამინისტროსთვის ეს იდეა არ უნდა ჩაგვეგდო, აუცილებლად გერმანული სკოლა სადმე უნდა გაგვეკეთებინა და ქალაქს უნდა ქონდეს პოზიცია, როდესაც ასეთი ბოდიშვიხტი, მაგრამ ზამზარეული ფული მოდის, გერმანელები აფინანსებდნენ ამ სკოლას. სადმე ისეთ ადგილას უნდა გააკეთო, სადაც წამოწევ იმ უბანს და იქ ინფრასტრუქტურა განვითარდება, იქ სასტუმრო გაჩნდებოდა, აუცილებლად საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებდა. ამის ნაცვლად ფართხაფურთხით არიქა მერიამ დააჩქარა, არიქა ეკონომიკის სამინისტრომ დააჩქარა და სამარცხვინო გადაწყვეტილება. სააკაშვილის დროსაც ცუდი იყო რეკრეაციული ზონის სტატუსის გაუქმება და კიდევ უფრო ცუდია დღეს. რახან მთავრობა შეიცვალა, რაც მაშინ ცუდი იყო, ის კაი გახდა თუ როგორ არის ეს ამბავი. სამარცხვინო ეკონომიკის სამინისტრო მოიქცა სამარცხვინო და უარესად მოიქცა საკრებულო. იმიტომ რომ კვერი დაუკრა. უსვინეთ ასე ჭკვიანი სახეები და მე მივიღეთ ესეთი გადაწყვეტილება. მოდი ახლა ეს ერთი ვაპატევთ, ერთ მეორე მოყვება, მეორეს მესამე ყური რო აგვეწია ეკონომიკის სამინისტროს ოროსნებისთვის.
პრობლემები და აგრზე არ არის ეს არის ერთი პოლიტიკური გუნდი და როგორ ფიქრობთ? ერთი პოლიტიკური გუნდი ვიდახოთ და ერთი პოლიტიკური გუნდი რო გადაიჩეხება, მე მიუყვებით ხოლმე ყველანი, მე აუ ერთი პარტიულობა არ ვარ და გუნდი იმისთვის არსებობს, რომ ერთმანეთს საღიაზრი უთხრან. იმიტომ რომ აქ არგუმენტები შეიძლება იყოს და არაფერი ამ შენიშნოს ქალწონებული პოლიტიკა. და საკრებულო უნდა დადგეს თავის სიმაღლეზე. მე პირადად ამ რეჟიმში ვარ, რომ ეს ჩემ განსხვავებულ პოზიციას, თუ კი ასეთი არსებობს, ვაფიქსირებ კიდეც და პირიქით მოუწოდებ მერიაში რა გადაწყვეტილების მიღებამდე ვიმუშაოთ ერთად, სანამ გადაწყვეტილებაში. ამიტომ არის რომ კონკრეტულად მე დეპუტატი ასე გავაკეთოს ყველა დეპუტატმა, მათ შორის ბატონმა ალექსანდრემას რო ჩავერთოთ, ჩვენთვის საინტერესო, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ყველა თემაში ვერ ჩაერთვები ბუნებრივია, შეუძლებელია იმ სამუშაო კომისიებში, სამუშაო ჯგუფებში, რომელიც მიმდინარეობს მერიაში, ამა თუ პროექტების შემუშავების პროცესში. მე ვფიქრობ, რომ ბატონ დავით ნარმანია ყოველთვის მიესალმება იმას, რომ საკრებულოს დეპუტატი ჩართული იყოს მე რა თემაც მაინტერესებს, თქვა, იქ ქალაქის ნაგავსაყრელთან დაკავშირებით, მე ვიქნები აუცილებლად სამუშაო ჯგუფში, ასევე საზავარეთ ლილოს ნაგავსაყრელში გამოგიზიანეს. ხო, მაშინ თუ შეიძლება, რადგან გამოგიზიანეს, მე აუცილებლად უპასუხოთ პარასკევს ბატონ მე და ბატონ დავით ნარმანია შევთანხმდით, უკვე მას ნაბიჯი კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული და ერთ-ერთ კომპანიას მან დაავალა კიდეც ამ საკითხებზე უკვე გარკვეული მოსაზრებების შემუშავება. პარასკევს გვაქვს უკვე შეხვედრა დასუფთავების სამსახურთან და ამ თემაზე ვიქნები და მე მიწვეული ვარ მერიაში ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. ოშებაც ჰქონდა ჩვენ მიმოწერა მე და ბატონ დავით ნარმანიას, რომ დასახლება, ლილოს დასახლება უკვე ელოდება ნაგავსაყრელთან დაკავშირებით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას და ეს ნაბიჯები უკვე ან ქალწონსევდიას მინდა დავუსაკითხო ამ ეტაპზე მოკლედ და რეკლამის შემდეგ კიდევ დაგიბრუნდებით. ქალწონსევდია გადაწყვეტილებების მიღების პროცესი თქვენ როგორ ახსენებთ დღევანდელ საკრებულოში, საკრებულო რეალურად არის თუ არა მთავრობის ოპონენტი და თქვენი გუნდის შემთხვევაში როგორ იყო? უნდა იყოს თუ არა მოკლედ საკრებულო მისი პოლიტიკური გუნდის ოპონენტი, აღმასრულებელი ოპონენტი, მაგრამ ხან იყოს ხან არა, მაგრამ მინდა გითხრათ ზუსტად ისე ვაფასებთ, როგორც საზოგადოება აფასებს და ჩვენ გადაწყვეტილებებს, ჩვენ ვატარებთ რეფორმებს, ჩვენ ამ ქალაქში იმდენი რამ გავაკეთეთ და კარგიც არ დაგვიფასა საზოგადოებამ, სწორედ იმიტომ რომ თვით არ იყო მონაწილე ამის ყველაფრის. ასე რომ უბრალოდ მირჩევ, ეს არ გამოადგება ქართულ ოცნებას. მართალია რეფორმების განმეორება, იმიტომ რომ ოქროს ჯიღა რომ დაადგათ ამ ქალაქს, თუ ადამიანებმა არ გაითავისეს იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომ ეს მათგან მოდის და მათთვის ეს სასიკეთოა, ნამდვილად არ დაფასდება და ასევე მინდა ვთქვა, რომ კი დიახ, რესპუბლიკური ფრაქცია არის ხოლმე ოპონერებს, მაგრამ აი ამ საკითხზე პროცედურული იყო მოთხოვნა თავმჯდომარის, რომ რატომ არ გვესწრება წარმომადგენელი საკითხის უნდა იყოს მომხსენებელი არქიტექტურის სამსახური და მოვიდეს მასთან გვაქვს კითხვები, თორე არსებითად, რომ რეკრეაციული ზონა კიდეც თუ იქ ხე არ არის და ვიღაცამ თქვა რომ ერთი ხე არ არის, რამისთხოვნა ხეს, ქალაქი თუ არ იყო, ბაბატონოს ისეც აქ ამ დოკუმენტში, ესეც აკუდადი, ამ პროცედურაზე ლაპარაკი, ყველა კომისია დაიწყო ყოფილიყო პროცედურაზე, თორე არსებითად არ ყოფილა წინააღმდეგობა და მართალია ჩვენც არ მივეცით ხმა, მაგრამ რესპუბლიკელები იმდენად აპროტესტებდნენ, რომ ჩვენ აქტიურები ამაში უკვე აღარ ყოფილვართ, უბრალოდ ჩვენც არ მივეცით ხმა, თქვენ არ ვიცი მიეცით თუ თავი შეიკავეთ არ მახსოვს. ასე რომ რა თქმა უნდა ამ გზით სიარული არ დაფასდება საზოგადოების მხრიდან. რეკრეაციულ სტატუსი არ შეეცვალა, უბრალოდ სტატუსი შეეცვალა. ან რეკლამის შემდეგ თუ რეალობა ეს პანორამა თბილისი ბოლო-ბოლო და არის თუ არა ეს პროექტიც უკვე დამტკიცებული, აი როგორც გაერკვა ჩვენ არ ვიცით, მაგრამ არა, შეიძლება ესტაკადაც არ ეხება მის სამსახურს, მაგრამ არის დღეს სპიკერი ასე ვთქვათ ამ თემებზე, როგორც აღმასრულებელი თბილისის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი და ამასთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ კითხვა თქვენს და ქალწონგურიკოსაც, რა არის ბოლო-ბოლო ეს პროექტი და ისიც დაამუშავა თუ არა დავით ნარმანიამ კვალიფიციურად ისე რომ ჩვენ არ ვიცოდეთ არაფერი, დავბრუნდებით ძალიან მალე რეკლამის შემდეგ.